გამარჯობათ მეგობრებო. წარმოგიდგენთ პატარა ექსპერიმენტს. ეს გახლავთ ინტერნეტ მოდემის რაუტერის დაფა. დაფაზე არის ესეთი საკმაოდ ბევრი მიკროსქემა. აქ არის პატარა DC-DC გარდამქმნელი და აქ არის ძირითადი კვებისთვის დიდი DC-DC გარდამქმნელი. არის ეგრეთ წოდებული განივი იმპულსური რეგულატორი, PWM რეგულატორი, გამომავალზე დიოდი, დროსელი, შემავალი კონდენსატორები, გამომავალი კონდენსატორები. და აი აქ კუთხეში ჩანს ორი SMD რეზისტორისგან შედგენილი ძაბვის გამყოფი, რომელიც მე ასე ვარაუდობ, უნდა იყოს გამომავალი ძაბვის სტაბილიზების ქსელში ჩართული. ეხლა გიჩვენებთ ესეთ რაღაცას, ნახე შემავალზე, შემავალ კონდენსატორებზე მივარჩილეთ ორი ესეთი რთული სადენი. ეს მუქი ფერის არის მინუსი, ღია ფერის არის პლუსი. ჩვენ მუდმივ აკუმულატორზე დავაყენეთ 12 ვოლტი. ეხლა შევაერთებთ წითელი პლუსი. შევაერთეთ და შავი მინუსი. შევაერთოთ. ჰოპ. შევაერთეთ. ой, საოცრებაა, დაფა ჩაერთო. ნახეთ, ჩანს რომ ანათებს შუქდიოდი. და მოხმარება არის 0.3 250 მილიამპერი. დაფაზე მოკლე შერთო არ არის. არაფერი არ ცხელდება, არაფერი არ თბება. ჩაერთო ჩვეულებრივად მუშაობს დაფა. როგორც მახსოვს, რაღაც პრობლემა ქონდა ამას. ეხლა გადავატრიალოთ. მოვიტანოთ მულტიმეტრი. ასე. ჩავერთოთ მულტიმეტრი. ესეთი ძალიან მაგარი შუპები გვაქვს. შუპ საცეცები. სალექერით ცოტა მოუხერხებელია. მოვედით და გამომავალი კონდენსატორები და პლუს მინუს შევხედოთ. ნახეთ, კონდენსატორზე, აი, მინუსი არის კუთხისკენ, ნახეთ, თითისკენ, ჩამრთვლისკენ, პლუსი იქით. შესაბამისად, აქაც ნახეთ, აი, 4 კუთხედი კონტაქტი არის პლუსი და რგვალი კონტაქტი არის მინუსი. მინუსი და პლუსი. და ой, საოცრებაა, 3.33 ვოლტი. გიჩვენებთ შემავალს 11 და 8 ვოლტი, 350 მილიამპერი მოხმარება დაფის მიერ. დაფა უკვე აქტიურ რეჟიმშია გადასული. 3.33 გამომავალზე. ეხლა ესეთი პატარა ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო. ნახეთ. ნახეთ რატონებო, ნახეთ. აქ ჩვენი სარჩილი უკვე გაცხელდა. ხო, აქ გვაქვს ხელნაკეთი ფლიუს გელი. ავიღეთ ჩვეულებრივი კანიფოლი და ჩვეულებრივი კანიფოლი მზესუმზირის Z-თან შევაცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე. ახლა წამოდუღებულ მზესუმზირის Z-ში ჩავყარით კანიფოლი და გამოგვივიდა ფლიუს გელი. რაღაც გამოვიყენებთ. გვინდა ეს ძაბვის გამყოფი ამორჩილოთ, ნახოთ მანდ ნომინალები და მის მაგივრად ჩავაყენოთ პოტენციომეტრი, პატარა ჩინური რეგულირებადი მრავალბრუნიანი პოტენციომეტრი. და ვნახოთ როგორ დარეგულირდება ძაბვა. აი ესეთნაირად გავაკეთეთ. რა ცოტა განათებას მოვუმატო გამოჩნდეს. ესეთნაირად გავაკეთეთ 50 კილოომი
რეზისტორი. აქ მასის მხარზე, მინუსის მხარზე იდგა 15 კილოომი რეზისტორი, ხოლო პლუსის მხარზე, გამომავალზე იდგა რეზისტორი 33 კილოომი ნომინალით. შესაბამისად 50 კილოომიანი ესეთი მრავალბრუნიანი ჩინური პოტენციომეტრი ავიღეთ, რომელიც დაახლოებით შუაზე დგას ახლა 11.9 ვოლტი და შევერთოთ კვება პლუსი შევერთეთ. ახლა მინუსით შევერთოთ და მოვერიდოთ, რომ რამე ბაბახი არ ქნას. ჩაერთო მუშაობს. მოხმარება მინიმალური, მიზერული, სავარაუდოდ გამომავალი ძაბვა დაბალია. აბა შევამოწმოთ ახლა ჩვენი გამომავალი ძაბვა. გადავაბრუნოთ. ჩავერთოთ მულტიმეტრი. დავიდით. მინუსი. ერთი ხელით ცოტა ძნელია. ოპ. ერთი მთელი და 97 2 ვოლტია გამომავალი ძაბვა. ესე. ეხლა მოვიდან წვრილ სახრახნის ბრტყელს და აქ პოტენციომეტრის რეგულირებით შევცვალოთ ძაბვა. აბა. ერთი ხელით ცოტა მოუხერხებელია. დავარეგულირებ ახლა და გავაგრძელოთ. აგერ ცოტა დავარეგულირეთ. ჩემის მოკლე ჭკუით მოუმატეთ ძაბვას, რადგანაც ნახეთ, მოხმარება გამოჩნდა 130 მილი-ამპერი. ვნახოთ, როგორც გახსოვს, იყო 1 და 9. აი, 2 და 9 გახდა უკვე. გავაგრძელოთ ისევ. ნახოთ მაქსიმუმს რამდენზე ავალთ. დავუწიეთ კიდევ, აი მოხმარება 380-დან 400 მილი-ამპერამდე თამაშობს. მე მგონი უკვე ჭარბი ძაბვაა. ნახოთ. აბა ვნახოთ. 4 და 4, 5 ვოლტზე ავიდა უკვე. ცოტაც და უკვე ტელეფონის დამოხტვა შეიძლება. კარგი, პრინციპში რისი დამტკიცებაც გვინდოდა დავამტკიცეთ. გამოდის რეგულირებადი DC-DC კონვერტორი. ეხლა ვაპირებთ ესეთ რაღაცას. შევწყვიტოთ დენი. ძაბვა შევწყვიტოთ დაფას, რადგანაც ჩვენი DC-DC გადამყვანი ჯერ ისევ მთლიანი დაფის ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად და მან სხვა მომხმარებლები უკვე ცუდად გრძნობენ თავს მრავალი ძაბვის პირობებში. შესაბამისად ვაპირებთ ესეთ რაღაცას. აი, გამოყოფილია ეს DC-DC კონვერტორი მთლიანი დაფისგან. აქედან ესე, აქედან, ნახეთ, ესე და აქ ესე. დავხაზავ ამას ლამაზად და ბორმანქანით გამოვჭრით. მივიღებთ საკმაოდ კომპაქტურს, აი, შეადარეთ თითის ზომას, საკმაოდ კომპაქტურს და საკმაოდ მძლავრ, დაახლოებით ამპერ-ნახევრიან, შეიძლება 2 ამპერამდეც DC-DC კონვერტორს, step down კონვერტორს, რომელიც შეიძლება გამოდგეს პატარ-პატარა პროექტებში ჩვენი მიზნებისთვის. ესეთები სადღაც 9-10 ლარი ღირს ესეთი DC-DC კონვერტორები, რომ გამოიწერო ჩინეთიდან. კი ბატონო, ალბათ გავაკეთებ ამ ყველაფერს და კიდევ ერთ ვიდეოს გადავიღებთ ამ თემაზე.